მოგესალმები, დადგა სამშაბათ საღამოს 9:09 მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო უცხოეთში მყოფი პატიმრები მინდა მოვიკითხო ყველა ეს ადამიანი ვინც ავი მარტოობას განიცდის ან რაღაცას ნეულებასაც შინაარს ყველას ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ ხოლო დღევანდელი ჩვენი თემა არის და რაღაცა ძალიან საინტერესო თემა ავარჩიე ჯერ მინდა რა ვიცი ჩვენთვის მონატრებული და ჩვენთვის რა ვიცი სამაგალითო და ძალიან პატივსაცემი სტუმარი გყავს დღეს და ძალიან გვიხარია მამაო რომ მობძანდით არქიმანდრიტი დოროთე რომელიც გახლავთ ქვემო ბეთლემის წინამძღვარი სულ ახლახანს დაინიშნა და მადლობას მოგახსენეთ მამაო მობძანებისათვის მადლობა თქვენ მერთმა დაგლოცო და ღმერთმა დალოცოს თქვენი მსმენელი დიდი მადლობა მამაო ხშირად გახსენებთ ხოლმე ბევრსაც წენენ ხოლმე თქვენ შესახებ და რავი რომ მოვძანდით და მოიცალეთ უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ამისათვის კიდევ ერთხელ და მამაო თუ შეიძლება აი ყველაზე დიდი პრობლემა რაც შეიძლება ადამიანს აწუხებდეს დღესდღეობით რაღაცა თან არ ვიცი ხა ესეთ თბილ ქვეყანაში როგორ მოხდა მაგრამ ადამიანები მარტოობას განიცდიან და რატო ხდება მამაო ეს ადამიანსა ზედა და რატომ არის რომ ადამიანის სუყოველთვის არის მარტო შეიძლება იყოს ბევრი ადამიანის გარემოცვაში, მაგრამ გძნობდეს თავს მარტო და შეიძლება იყოს ვიღაცა ფიზიკურად მართლა მარტო, აი თუნდაც ბერი, აი თქვენც ბერი ბრძანდები და აი მაქედან გამოცდილებიდან ფიზიკურად იყოს მარტო, ბერი და ამ დროს მის გარშემო ვერ გძნობდეს ის მარტოობას. ეს მომენტი ძალიან ხშირად არის ხოლმე და თუ შეიძლება რატო არის ეს ადამიანზე როგორ ხდება გამორჩევი თუ რატომ არის რომ ადამიანი განიცდის მარტოობას? პირველ რიგში მინდა წინასწარ მივულოცო ყველას მალე ღვთისმშობლობა მოდის ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული და რადგან ჩვენ ეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული წინა დღეს მოგვიწია წინა დღეებში ეს გამოსვლა მე თან ეს თემაც ეხება პირდაპირ შეიძლება ითქვას ღვთისმშობელს და მცირედით ღვთისმშობლის მაგალითიდან მინდა მცირედი შესავალი გავაკეთო მე ასე ვიტყოდი რომ სამწუხაროდ დღეს ის უდიდესი ღვაწლი რომელიც მონაზნობისთვის არის პირიქით სასიქადულო მარტოობა და მარტო დარჩენა დღეს ადამიანებისთვის ძალიან საშიში გახდა პირიქით ადამიანებს ეშინიათ მარტოობის მარტო საკუთარ თავთან მარტო დარჩენის ეშინიათ რადგან ადამიანი მუდმივად ხმაურობს რადგან არ უნდა რომ საკუთარი თავი დაინახოს და ერთი ფილოსოფოსი ამბობს, ფსიქოლოგი ამბობს ესეთ საინტერესო სიტყვებს, რომ მიდრეკილებების და ჩვევების გააზრება არ უნდა ადამიანებსო, რადგან ამის გააზრებით დაკარგავენო თავისუფლების ილუზიას. რადგან ადამიანებს აი ამ გარეგნული მოქმედებებით გონიათ, რომ თავისუფლები არიან და არ აკვირდებიან თავიანთ მიდრეკილებებს და ჩვევებს, რომლის მონაც გახდნენ. და არ უნდათ იმის აღიარება, რომ სინამდვილეში მონები არიან, რადგან ჩვევა, მიდრეკილება და შეშლილობა სინონიმები არისო, ესე მოიხსენიებს დღეს ამას ფსიქოლოგია და სინამდვილეშიც ესეა ფსიქოლოგია, რა გვინდა მთელი ქრისტიანობა მაგაზე ამბობს, რომ ადამიანებმა ფაქტიურად საკუთარი თავის შეცნობით უნდა დაიწყონ მოღვაწეობა ქრისტიანობა და ასე შემდეგ. პირველი სიტყვა, რომელიც მე ხშირად ვამბობ ამას, რომელიც ღმერთმა უთხრა ადამიანს, ადამს, სამოთხეში დაცემის შემდეგ, როცა ღმერთი ეძებდა ადამიანს, ესეა ნათქვამი, ადამ სადა ხარ, ანუ ადამ რა მდგომარეობაში ხარ. ეს არის ნებისმიერი ქრისტიანის და საერთოდ ადამიანის მოვალეობა და მოწოდება ღვთისგან პირველი სიტყვა, რომ შეიცნო საკუთარი თავი რა მდგომარეობაშია ის, რა ჩვევები აქვს მას, რა მიდრეკილებები აქვს მას და ასე შემდეგ. ღვთისმშობელზე შეიძლება ესე ითქვას, რომ აი ღვთისმშობელი თავისთავად რაც მოხდა ის პირდაპირ ისტორიულად გაიგება, მაგრამ აქ გადატანითი მნიშვნელობა ის, რომ ღვთისმშობელი სახში პირველ რიგში მარტო იყო, როცა მას ანგელოზი გამოეცხადა. და როცა მან ღმერთი მიიღო და როცა ღმერთი შვა, ამის შემდეგ მიდის ეგვიპტეში უცხოობაში. ეხლა ადვილი წარმოსადგენი არ არის თუ რაოდენ რთულია წახვიდე მაშინ იმ დროს რომ წასულიყო ახალშობილი ჩვილით ეგვიპტეში და ყოფილიყო აი ამ მარტოობაში, უცხოობაში.
მაგრამ შეუძლებელია ადამიანმა ღმერთი შვას და თავის ქვეყანაში დარჩეს. შეუძლებელია ადამიანი, რომელიც ღმერთს შობს, ის ჩვეულებრივად თავის ქვეყანაში ცხოვრობდეს ისე, როგორც ჩვეულებრივად ცხოვრობენ ადამიანები, მაგალითად როგორც აი ჩვეულებრივი ცხოვრება რა არის, როცა ადამიანი საცდა დილით გაიღვიძებს, საც დახედავს, სამსახურამდე დარჩა 1 საათი, კარაქი ან პურს შეჭამს, ჯაჯდება მანქანაში ან მეტროში, მოვა და აი ასე ცხოვრობს მთელი ცხოვრება აწყობილად. ფილოსოფოსები ამბობენ, რომ ფილოსოფოს საკუთარი ქვეყანა არ გააჩნია, საკუთარ ქვეყანაში არ ცხოვრობს ის. ის შეიძლება საკუთარ ქვეყანაში ცხოვრობდეს, მაგრამ ის იქაური რო არ არის, ამას გრძნობს. საერთოდ ესეთი ძველ აღთქმაში არის ესეთი მაგალითი, როდესაც მაცხოვა უბრალოდ ღმერთმა უთხრა მოსეს, როცა დაკლეს შესაწირავი და ყველას უნდა ეჭამა ეს შესაწირავი ბოლომდე და ეჭამა უნდა საღამოს მთელი გათენებამდე და რაც დარჩებოდა ის უნდა დაეწვათ. იქ არის მოთხრობილი, რომ უნდა ეჭამათ წელშემორტყმული და კვერთხით ხელში, რომ კვერთხი უნდა სანდლები უნდა წმეოდათ, წელში მორტყმული უნდა ქონოდათ და კვერთხი უნდა ჭირებოდათ ხელში და ესე უნდა ეჭამათ. აი თუ დავფიქრდებით, ჭამისთვის არც ერთი არ არის საჭირო, არც სარტყლის შემორტყმა არის საჭირო, არც ფეხზე ჩაცმა არის საჭირო და არც კვერთხის დაჭერა არის ხელში საჭირო, მაგრამ ეს არის იმის სიმბოლო, რომ ისინი მიემგზავრებოდნენ, ისინი ემზადებოდნენ. საერთოდ სიტყვა პარასკევი, ბერძნული სიტყვა, რასაც ჩვენ ქართულადაც ვხმარობთ, პარასკევი ნიშნავს მომზადებას. და საკუთარი თავის დანახვა, საკუთარი თავის გამოძიებით ცხოვრება, ეს არის ყველაზე დიდი მომზადება, ოღონდ ღმერთში. და მარტოობა იძლევა ამის უდიდეს საშუალებას, როცა ადამიანი რჩება თავის თავთან მარტო, მაგრამ არა მარტო, არამედ ღმერთით მარტო და ღმერთთან მარტო. აი ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი დასაფასებელია და მისაღებია. აი როდესაც ღვთისმშობელი მიდის ეგვიპტეში და იქ უკვე გამოზრდის და გამოიზრდება ჩვილი, მერე ბრუნდება ეს უკან. აი ეს არის ყველა ადამიანი რაღაც დროით უნდა დარჩეს მარტო. ეს პირველი მარტოობა ადამიანისთვის, ახალგაზრდისთვის განსაკუთრებით არის მარტოობა მისაღებად. რომ მან მიიღოს ღმერთი, მან შეძლო შემეცნება ღმერთის. და აი ამ მიღების შემდეგ ის მოდის თავის ქვეყანაში, ანუ გამოდის გარეთ და ეხმარება ადამიანებს და შემდეგ უკვე როცა ნამოღვაწარი იქნება, მაინც უნდა დარჩეს მარტო იმისთვის, რომ დაფიქრდეს რა გააკეთა და როგორ გააკეთა. ანუ ადამიანი საქმემდეს და საქმის შემდეგაც მარტო უნდა დარჩეს. მარტოობა ეს სამოყვარი საქმეა თვითონ მონაზნობისთვის და არა მხოლოდ მონაზნობისთვის, ადამიანები, რომლებიც შემეცნებით არიან დაკავებული, ისინი შეუძლებელია მარტოობის გარეშე შეძლონ, რამეს მიაღწიონ და ასე შემდეგ. თუმცა ეს მარტოობა არის ის, რაც სამოყვარია, მაგრამ არსებობს მარტოობა, რომელსაც ადამიანს ეშინია. ძალიან დიდი მადლობა, მამო, ესეთ ლამაზი პასუხისათვის და თუ შეიძლება, მამო, ამასთან დაკავშირებით ჩვენთან რაღაცნაირად ისე ხდება ხოლმე, რომ მარტო რჩება ის ადამიანი, ვისაც უჭირს. სამწუხაროდ ესე არის და ბევრგან რაღაცა გადავწყვდომილ ვარ ესეთ სიტუაციას და მალაც ეგრეა ხოლმე და ამ შემთხვევაში, მამო, თვითონ ამ ადამიანმა რა უნდა ქნას, რომ სასუწაკვეთას არ მიეცეს და მიხვდეს, რომ მასთან ერთად როცა უჭირს, არის ღმერთი. და აი როგორ უნდა იგზნო ისე ეს, რომ რაღაცა იმაში არ გადახვიდე რაღაცა, იმიტომ რომ ძალაუნურად აი ადამიანს სულ გულს გიტეხავს. კარგი იქნება თუ დავასუსტებთ უჭირში რას გულისხმობთ. აი გაჭირება ის რომ სიტყვაზე აი ფიქრობს, რომ აი თუნდაც აი ბევრნაირად აი სიტყვაზე უცხოეთში არის ადამიანი წასული და არის მარტო და რაღაც აქ აი გმირი არის ხო ფაქტიურად ის ადამიანი, რომელიც ხვის გულისათვის წავიდა სადღაც და მარტო ცხოვრობს და აი უბრალოდ დაიღალა და უჭირს დეპრესიაშია და ასე შემდეგ. ხო აკეთებს ეს სიკეთეს, მაგრამ ნუ მარტო არის რა, მთელი თავის ცხოვრება არის მარტო. არ არის ის ბერი, არც არაფერი, მაგრამ არის მარტო. ან მარტო ისეთ შემთხვევაში, როცა არის გაჭირებული ადამიანი და გამოიხედება და უბრალოდ საშველი არ არის ადამიანებში, ვერ ხედავს ვერავის იმას, ვინც მის პრობლემას გადაწყვეტს. და ამ დროს მის ყველაზე დიდი გადამწყვეტი იქვე არის ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს, ვერც იმასაც, იმიტომ რომ ადამიანი რაღაცა მოტყუებულია და გონია რომ რაღაც ფიზიკურად ვერ ხედავს, მას ესე ვერ დაეხმარებიან. ანუ აი როგორ უნდა იგზნოს თავი მამაო და სასუწაკვეთას არ უნდა მიეცე, მაშინ როცა ხარ მარტო, იმიტომ რომ როცა ღმერთია შენთან, აი როგორ უნდა მიეცე სასუწაკვეთას, მაგრამ ვერ გძნობს ამას ადამიანი, დიახ.
მოდით ესე ვთქვათ, ერთი ფსიქოლოგი ამბობს ესეთ კარგ სიტყვებს, რომ თანამედროვე სამყარო ღმერთის სიკვდილის მეფობა არისო. ანუ სახარებას თუ განვიხილავთ, სახარებაში მოთხრობილია ადამიანების შესახებ, რომლებიც მიყვებოდნენ მაცხოვარს. მაცხოვარმა თავიდანვე მოიშორა ადამიანები, რომლებიც რაღაცა მიწიერი ამ ქვეყნიური სიმდიდრის გამო მიყვებოდნენ და უთხრა, რომ არა, უბრალოდ უთხრა ის, რომ არა მაქო ადგილიო, სადაც თავი მივიდრიკო, თავი შევაფარო და ამის გამო ბევრი მოშორდაო მას. მაგრამ სამწუხარო თვით მოციქულებიც კი მაცხოვრისგან ელოდნენ მეფობას. მაცხოვრისგან ელოდნენ ამ ქვეყნიურ მეფობას და მაცხოვრის ამ ქვეყნიური მეფობა თავისთავად მეტყველებდა მათ გამეფებას მაცხოვართან ერთად და ამ ქვეყნიურ დიდებაზე მეტყველებდა და აი ასეთი ხალხისთვის ანუ უბრალოდ თავად მოციქულებისთვისაც კი კვდება ღმერთი და როცა მას საფლავში ეძებენ ანგელოზი ეცხადება და ეუბნება რას ეძებთო ცოცხალსო მკვდართა შორის და საინტერესოა ის რომ როდესაც მაცხოვარი აღსდგა პირველ სიტყვას ასაც ეუბნება მარიამ მაგდალინელს რომ ნუ შემეხები მამასთან უნდა ავიდე. აი ეს არის ძალიან საინტერესო ადამიანები რომლებიც ცოცხალს ეძებენ მკვდართა შორის ანუ სიცოცხლეს ეძებენ ამ ქვეყანაზე ამ ქვეყნიურში ისინი იმათთვის ღმერთი კვდება, იმათთვის ღმერთი მკვდარია და აღსდგება მხოლოდ მათთვის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ღმერთში ეძებენ მამასთან ამსვლელს, მარჯვენით მამისა დამჯდომს. ეხლა უფრო კონკრეტულად რო გადმოვიდეთ, ადამიანი, რომელიც მარტო დარჩა, ადამიანი, რომელიც გაჭირვებაშია, აი ადამიანი, რომელიც გარეგნულ მდგომარეობას თulis გაჭირვებად, აი ამ ადამიანისთვის ყველაზე დიდი გაჭირება ეს არის. რომ მან რაღაცა გარეგნული ან მოპოვებით ან დაკარგვით მოპოვებით ეგონოს რომ ძალიან გახარებულია და დაკარგვით რომ ძალიან გაჭირვებულია აი ეს არის ყველაზე დიდი გაჭირვება რადგან არაფერი ამ ქვეყნიური არ შეიძლება ადამიანს ანუგეშებდეს საბოლოოდ მაინც ყველა ადამიანი რაც არ უნდა მდიდარი იყოს ვარდება იმ მარტოობის ტრაგედიაში რომელსაც სიკვდილი ჰქვია აქედან გამომდინარე ადამიანი რომელიც ღმერთს მიწიერში ეძებს და ღმერთი მიწიერისთვის უნდა ისეთისთვის ღმერთი კვდება და ღმერთი ანგელოზი ეუბნება ნუ ეძებთ ცოცხალს მკვდართა შორის ანუ მკვდარია ეს ყველაფერი ყოველი ჩვენ ადამიანები ვიცვლებით მაგრამ ეს სამყარო კი რჩება აი წუთი სოფელი რო ნათქვამი უფრო სწორი იქნებოდა არა წუთი სოფელი არამედ წუთით სოფელში სოფელი დიდი ხანია არის მაგრამ ჩვენ მივდივართ აი ამის გააზრება რომ ადამიანი თუ სად მიდის აი ამის გააზრება არის ყველაზე უმთავრესი რადგან ამისთვის მოვიდა მაცხოვარი თუ დააკვირდებით როდესაც მაცხოვართან იყო პეტრე მოციქული როგორი ძლიერი იყო როგორი მონდომებული იყო როგორი შემართებული იყო ყური ჩამოვაჭრა ჯარისკაც მთელი ჯარის წინაშე და ასეთი ძლიერება მას ჰქონდა იმით რომ მაცხოვრის გვერდით იდგა ეგონა რომ აი გამეფდებოდა მაგრამ როცა მაცხოვარი გავიდა მისგან და მიწიერი ძლიერება და მიწიერი ძლიერებისგან დაიცალა მაცხოვარი და როცა მაცხოვარი შეიპყრეს პეტრე უკვე შეშინებულია რადგან პეტრემ ვერ დაინახა მასში ის მომავალი რომელიც ელოდა მაცხოვართან ერთად ამიტომ ყოველი ადამიანი რომელიც ღმერთში მიწას ეძებს ის შეშინდება მას ოდესღაც მოუკვდება ღმერთი ერთი ფილოსოფოსი ამბობს ნიცშე ღმერთი მოკვდაო და მეორე განიხილავს მის ნათქვამზე ესე ამბობს რომ უკეთესი იქნებოდა რომ ეთქვაო ღმერთი ანუ ღმერთზე წარმოდგენები რომელიც ჩვენ შევქმნით ის მოკვდა და აქედან გამომდინარე ოდესმე ვიპოვითო მართალ ღმერთს ანუ ღმერთზე წარმოდგენები რომელიც გაგვაჩნია არასწორი ეს აუცილებლად უნდა მოკვდეს თუ ჩვენი წარმოდგენები ღმერთზე არასწორი წარმოდგენები არ მოკვდა ჩვენ ჭეშმარიტ ღმერთს ვერასოდეს ვერ ვიპოვით ესეთი საინტერესო ადგილია სადაც მოსე ადის მთაზე და ნათქვამია რომ ღმერთი ნახა სიბნელეში უკუნში და პავლე მოციქული როდესაც დამასკოს გზაზე მიდიოდა როცა მაცხოვარი გამოეცხადა დაკარგა ხედვა
მიწიერი ანუ ჩვეულებრივი თვალით ხედვა დაკარგვა დაბრმავდა და ეს ორივე ერთმანეთთან არის კავშირში აი მოსე სიბნელეში ხედავს და პავლე მოციქული როცა ღმერთს ხედავს ბრმავდება ეს არის იმის სიმბოლო რომ შეუძლებელია ამ ქვეყნიური ცოდნით ამ ქვეყნიური რაღაცის მოპოვებით იხილო ღმერთი თუ ამ ქვეყნიურის მიმართ არ დაბრმავდები თუ ამ ქვეყნიურის მიმართ არ იქნები ბრმა თუნდაც ცოდნის შეგრძნებების და ჩვევების და ასე შემდეგ ღმერთს ვერასოდეს ვერ იხილავს ადამიანი ამიტომ ამ ქვეყნიურის ძებნით ადამიანი ყოველთვის მარტო დარჩება მაგრამ ამ ქვეყნიურით ღმერთის მოძებნა შეიძლება რადგან როგორც გონიერვნეზე ამბობს მაცხოვარი შესაძლებელია ეს მიწიერი წამიერი წუთიერი რომელიც შემ გაგვაჩნია გამოვიყენოთ იმისთვის რომ ღმერთი შევიძინოთ გამოვიყენოთ იმისთვის რომ ღმერთი მოვიპოვოთ როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს გონიერი ადამიანი არ არისო ის ვინცო მიწასო ანუ მიწიერს იყენებსო იმისთვის რომ ღმერთი შეიძინოსო და უგუნური არისო ისო ვინც ღმერთს იმისთვის იყენებს რომ მიწა შეიძინოსო აი აქედან გამომდინარე ადამიანის მარტოობა შეუძლებელია იყოს ტრაგედია თუ ის ღმერთ შეიცნობს თუ ის ღმერთისკენ წავა მაგრამ თუ ის უღმერთო დარჩა თუნდაც 1000 ადამიანში და 10000-ში იყოს მაინც ოდესმე მარტო დარჩება მაინც ოდესმე ტრაგედია დაემართება მაინც ოდესმე ეს იქნება სასოწარკვეთილი დიახ მამო ამასთან დაკავშირებით მინდა და მეკითხა რომ ძალიან მუსირებს ეს აზრი და ყველა ამბობს რომ შე რაც არ უნდა გააკეთო ღმერთი არის არ დაქტოვებს და ეს რაღაცა ცოდვისთვის წახალისებათაც იქცა დღეს რომ ცოდვილი ადამიანისთვის იმათ რომ აი ღმერთი მე მაინც არ მტოვებს მე რასაც მინდა ჩავიდენ ღმერთი მაინც ჩემთან არის თუ არა მამაო ყველასთან ღმერთი და თუ არის ეს სიმართლე და აი როგორ უნდა მიხვდეს ადამიანმა თუ ღმერთმა ის დატოვა. ხო არა ესე ნათქვამი არის ხოლმე რაღაც ხშირად ვიმეორებ ხოლმე რაღაც ღმერთისაგან მივიწყებული ის არ ქვია ადგილიო რა და თუ შეიძლება მამაო თუ არსებობენ ესეთი ადამიანები ვინც ღმერთმა დატოვა იმიტომ რომ ყველა დღეს აი ძალიან ბევრი ადამიანი ტელევიზიითაც გამოდიან და ძალიან ცუდ საქციელებს ჩადიან მაგრამ ამბობენ რომ აიცი რა არის მე მორწმუნე ვარ მე ღმერთი მწამს ჩემის მაქვს და ამ დროს ნუ ხა რაც არის ხა კი იცის მართლმადიდებლობა მაგრამ უბრალოდ იმ ადამიანებსაც რომ გავაგებინოთ თუ არის მართლა ღმერთის სულ აი ეს ადამიანები თუნდაც თავის აქციელითაც ღმერთს რო გმობენ მე რეალში ვთქვი ერთხელ რომ დიახ ცალმხრივად ღვთის შეწევნა არ არსებობს მეთქი ტყუილა ნუ ოცნებობთ ღმერთი არავის არ შეიძლება მეთქი ცალმხრივად და ყველას გაუგვირდა ეგონათ რაღაც ახალ სწავლებას ვამბობდი და სიამბილეში ახალს კი არ ვამბობ არამედ ვამბობ იმას რაც ჭეშმარიტებაა და რაც ყველა ნებისმიერ წმინდა წერილის ნებისმიერი მუხლი ამით არის გაჟღენთილი რომ თვითონ ცალმხრივად ღმერთის შეწევნა ღმერთი ყველასთან არის ცალმხრივად ღმერთის სიყვარულიც არ არსებობს ნიშნავს ღმერთს ყველა უყვარს მაგრამ ყველასთან არ მიდის ეს სიყვარული ცალმხრივად ღმერთი ყველასთვის მზად არის შეეწიოს მაგრამ ცალმხრივად არავის არ შეეწევა არ შეეწევა იქიდან გამომდინარე რომ აი თვითონ სიტყვა ბერძნული სიტყვა სინერგია რომელსაც ხშირად ესეთ არ ვნიდნენ შეწევნითა ღვთისათა ახალი ქართულით რო თარგმნოთ ესე იქნება რომ ღმერთთან ერთად შრომა მასთან ერთად ღმერთთან ერთად თანამშრომლობა ანუ ეს რას ნიშნავს რომ ადამიანი თუ თვითონ არ თანამშრომლობს თავის გამოხსნაში ღმერთთან აი თუნდაც უფალო შემიწყალე უკვე თანამშრომლობაა. ადამიანი როცა ამბობ რომ უფალო შემიწყალე და შენ რო გინდა უფალმა რომ შეგიწყალოს ეს უკვე თანამშრომლობაა რადგან შენ განცდა რომ უფალი შეგეწიოს. მაგრამ უფალი როცა შენ ლოცულობ უფალო შემიწყალეს იქვე უნდა იცოდე რომ უფლის შეწევნა როგორია. რადგან შენ მიიღო ის. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი უფლის შეწევნას ვერ მიიღებს რადგან უფალი რო შეეწიოს მან უნდა დათმოს თუნდაც ის სურვილები და წყობები რომელიც მას გააჩნია გულში თუ ჩვენ არასწორი სურვილი გაქვს რაღაცა გვაქვს და ლოცულობთ რომ უფალო შეგვიწყალი და უფალო შემეწიეს აი როგორ უნდა შეგეწიოს იმ სურვილის აღსრულებაში რომელიც სურვილი შენ სულს დაღუპავს აქედან გამომდინარე არის გამოკვლევა და გამოძიება ყველაზე მთავარი რადგან სადაც ცნობიერება სადაც არაცნობიერი მეფობს იქ ფაქტიურად იკარგება თავისუფლება, იქ ფაქტიურად იკარგება ყოველგვარი ღვთის შეწევნა. რადგან არაცნობიერში შეუძლებელია ღმერთი შეეწიოს ადამიანს. ღმერთმა უნდა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს რა უნდა მას ღვთისგან, რას ეძებს ის ღვთისგან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება
ღვთის შეწევნა არა იმიტომ რომ ღმერთი არ შეეწევა იმაში რასაც ის ითხოვს მაგრამ ის რასაც ითხოვს არ არის სწორი უფალი ამბობს რომ თქვენ კი არ გემსგავსებითო მე თქვენ უნდა მემსგავსოთო მე ანუ ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ მას ემსგავსება ღმერთი და მის სურვილებს აღასრულებს ისეც რომელიც არ არის ღვთიური ეს ადამიანი ცდება დიდი მადლობა მამაო და თუ შეიძლება იმასთან დაკავშირებით რომ თუ არის მარტოობა ადამიანისათვის სასჯელი და თუ მამაო ჩვენს ხელში არის სასჯელი იქნება თუ ბედნიერება იქნება ხო როგორ უნდა ვაქციოთ მარტოობა თუნდაც ჩვენ ბედნიერებად ხო არის ჩვენ ხელში ეს სიტყვაზე მარტო ხარ მაგრამ როცა ხარ ბერი ხო აქცევ რა შენ ბედნიერება და ღმერთთან კავშირში რაღაცა ანუ აი ამ შემთხვევაში მამაო როგორ უნდა აქციოს მარტოობა ადამიანმა ბედნიერებად იმიტომ რომ ძირითადად მარტოობა ადამიანის უბედურებად იქცევა ყოველთვის ეს ვინც არ უნდა იყოს მამაო აბსოლუტურად რა ვიცი ხშირად კი არა 98%-ით ეს არის მარტოობა რა ვიცი სასწაკვეთა და ყველაფერი ცუდი მოაქვს ძალიან ხშირად ჩვენს მარტოობაში ჩვენ ვარ დამნაშავე დიახ სახარებაში წერია ერთ-ერთ განღვეულზე დამბლადაცემულზე რომ ძალიან ბევრი წლები იწვა მდინარის პირას სადაც მდინარე იმღვრეოდა და პირველი ვინც ჩადიოდა ის იმკურნებოდა და ის ეუბნება მაცხოვარს რომ რამდენი წელია აქვე წევარო და არავინ არ ამყავსო კაცი ვინც წყალში ჩამიშვებსო ანუ კაცი არ ყავდან ამ კაცს და ადამიანი იფიქრებდა რომ აი ავად გახდა, ცუდად გახდა და ყველა მიატოვა და ასე შემდეგ, ხო? და მაცხოვარი კურნავს ამ ადამიანს. და როგორც ოქროპირი მე შემდეგ მოვლენა ისე ვითარდება რომ შაბათს განკურნა და თვითონ ებრაელები, ფარისევლები და მწიგნობრები ეძებდნენ მაცხოვარს რომ არ განეკურნა შაბათს და ამ კაცს კითხავენ ვინ არისო ვინ განკურნაო შენო და ის კაცი ეძებდა რომ ეთქვა იმათვის ამან განკურნაო და არა და ამ კაცმა იცოდა რომ ისინი ცუდად ეძებდნენ. ხა. და პირიქით ძებნა დაუწყო რომ ეთქვა იმათვის ამან განკურნაო. და იქიდან ჩანს რომ ეს ადამიანი იყო ცუდი ადამიანი. და ასევე ოქროპირსა ეგეთი განმარტება რომ როცა კაიაფასთან მიიყვანენ მაცხოვარს და მონა რომელიც ხელს გაარტყამს ლოყაში მაცხოვარს და ეტყვის რომ როგორ ეუბნებიო მღვდელმთავარსო იყო ის მონა ის კაცი რომელიც მაცხოვარმა შაბათს განკურნა. ანუ განიკურნა ადამიანი ღვთისგან, მაგრამ რა გააკეთა? ანუ ეს ადამიანი მარტო იყო იმიტომ რომ არასოდეს არავისთვის კეთილად არ უზრუნია. შეუძლებელია ადამიანი რომელიც ღმერთთან ცირედით მაინც იყოს და ის მარტო დარჩეს. აქედან გამომდინარე კი რა თქმა უნდა ადამიანი რომელიც მარტო რჩება თუ ეს ალამტყოფობით არის გამოწვეული და რაღაც სხვა დარჩენით ეს რა თქმა უნდა ცუდია და მაგრამ არა ტრაგედია. რადგან არის პატერიკებში ისეთი მდგომარეობები როცა წმინდა მამები თავად ავად იყვნენ ვერ დგებოდნენ და სხვებს კურნავდნენ და საკუთარი თავისთვის არც უთხოვიათ განკურნება. რადგან ავადმყოფობაც კი არ არის ისეთი რამაც შეიძლება მარტო დაგტოვოს. დიდი მადლობა მამო, ის ადამიანები ვინც იტყუებენ თავს რომ არ არიან მარტო და ამ დროს უღმერთოდ ყველაფრით ცხოვრობენ და ის ადამიანები ვინც გარშემო მას ყავს და უბრალოდ იმიტომ არიან მისგან გარშემო რომ უბრალოდ საზდო აქვს და რაღაცა მაგრამ ამას საშუალება რო არ ქონდეს და მე შეიძლება მარტო დარჩეს აი ამ ადამიანებს აი რა შეიძლება რომ ურჩიოთ ისეთი ადამიანები ბევრი არიან და ისეთების ბევრი არიან რომ რაღაცის გამო ვიღაცასთან ურთიერთობენ იმიტომ რომ დღეს რაღაცა ფარისევლობა მოიცვა საერთოდ ქვეყნიერება და აი არიან ადამიანები რომლებსაც გონიათ რომ ვიღაცეები ყავთ უბრალოდ ამასო ძალაუფლება აქვს დღესთან მით უმეტეს აი როცა რაღაცა ძალას გწნობს ადამიანი ყველა რაღაცა ესე მიეკრობა და შემდეგ ეს ძალა გადის თან ზოგი ბევრ უღმერთო ადამიანს აქვს ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ღმერთი არ ყავს, ამ ხალხს მოიკრიბებს და მე ამ რაღაცა მატერიალურსაც კარგავს რაღაცა და მე რჩება სუმარტო. და თავს იტყუებს ეს, რომ ვითომ კაი ადამიანია და აი ამათ მახო მითხრეს და ესე იგი რაღაცა საჭირო ვარ და რაღაცა ვარ და ამ დროს
ეს რო არ კონდეს რაღაცა ის აბსოლუტურად არავინ არ ეყოლებოდა ადამიანს, არიან, ესეთ ცუდი ქცევის ადამიანები და აი ამ ადამიანებს რას ურჩევთ, მამაო, ან როგორ უნდა მოიქცნენ ამ შემთხვევაში? მაინც სიკეთეს აკეთებენ, ასეა თუ ისეა, ხო, ეს ადამიანები რომ ვიღაცას მაინც აპურებენ თავისი იმით და რაღაცა. რა თქმა უნდა, ყოველი სიკეთე თავისთავად კეთილია, მაგრამ ყოველი სიკეთე არ არის საცხონებელი. ყოველი ერთობა კეთილია, მაგრამ არა ყოველი ერთობა არის თვითონ ერთობა თავად კეთილია, მაგრამ არა ყოველი ერთობა არის მაცხონებელი. გააჩნიარისი გულისთვის არიან ერთად, გააჩნიარისი რა არის მათი მამოძრავებელი მიზეზი, რა ამოძრავებთ მათ, რადგან არა მთავარი მამოძრავებელია და არა თუ რისთვის მოძრავობ, ანუ მიზანი შეიძლება რაღაცა ლამაზი ფორმა იყოს, მაგრამ როგორ მოძრავობ, რა გამოძრავებს და ასე შემდეგ, როგორც ადამიანს ღმერთობა უნდოდა და ეს კარგი იყო, მაგრამ როგორ დაიწყო ამის მოძრაობა და ვისი შთაგონებით დაიწყო და ანუ ის ღმერთი ატყუებდა და ეს სიმართლეს ეუბნებოდა, აი ამით დაიწყო და იმიტომაც დაეცა. ანუ თვითონ ღმერთობის სურვილიც კი შეიძლება დამღუპელი იყოს არასწორი გზით. აქედან გამომდინარე გააჩნია მიზეზს. აი ერთი საინტერესო აზრი არის ესეთი, რომ ღვთისმშობლის დღესასწაულზე, ღვთისმშობლობას, მარიამობას იკითხება მართა და მარიამის სახარება. ანუ ეს მარიამი არის, რა თქმა უნდა, სხვა მარიამი არის ლაზარეს და მართაც არის ლაზარეს და. და იქ არის ამბავი მოთხრობილი, სადაც მაცხოვარი მიდის და მართა შრომობს და მარიამი უსმენს მაცხოვარს. და ეს სახარება მთავრდება შემდეგ მაცრავად სხვა ადგილით, სადაც მაცხოვარი, ანუ სახარებიდან ამოღებულია ერთ-ერთი ადგილი, სადაც მაცხოვარი ქადაგებს და ერთ-ერთმა დედაკაცმა უთხრაო, ნეტარ არისო ძუძუო, რომელიც გაწოვებდაო შენ. და მაცხოვარმა უთხრაო, ნეტარ არისო, არამედ უფრო ნეტარიაო. ნეტარ არისო ის, ვინც ძუძუს აწოვებდა, მაგრამ უფრო ნეტარიაო ის, ვინც ჩემსას ისმენსო. ვინც მისმენსო მე. და საინტერესოა ის, რომ აი კითხვა რო დავსვათ, რატომ არ იკითხება ის თუ აი როგორ შვა მაცხოვარი ღვთისმშობელმა, ხო ეს ყველაზე უდიდესი მოვლენაა, ხომ ერთი უშვა კაცობრიობას და ღვთისმშობლის დღესასწაულზე მიძინება, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია და მარხვით აღინიშნება, აი ამ დღეს იკითხება სხვისი სახარება. სხვა მარიამის, სხვა მართასი და ასე შემდეგ. და ეს იმიტომ რომ თვითონ ღმერთის შობა დიდია, რა თქმა უნდა ყველაზე დიდია, ერთადერთი ადამიანია, რომელმაც კაცობრიობას ღმერთი უშვა, მაგრამ მაცხოვარი აქ შედეგზე კი არ ამახვილებს ეკლესია ყურადღებას. ეკლესიამ შეარჩია ეს სახარება. ეკლესია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რატო შვა მან ღმერთი. თუ რა იყო მიზეზი, რომ მას ღმერთი ეშვა. და ამიტომ მიზეზს გვიკითხავს. თუმცა სხვისია ეს სახარება, მაგრამ მიზეზი და მიზეზი ის იყო, რომ ის უსმენდა ღმერთს. და მაცხოვრის სიტყვები ნეტარია ის, ვინც მე მისმენსო და რა ის, ვინც მე ძუძუს მაწოვებდაო. ეს ნიშნავს იმას, რომ ნეტარია ის, ვინც უსმენს ღმერთს, რადგან ეს არის ერთადერთი პური სულის. სიტყვა ღვთისა და თავად სიტყვა ღმერთი, რომელიც განკაცდა, ის არის ჩვენი სულის საკვები. და ის იყო ღვთისმშობლისთვისაც საკვები. არა მხოლოდ შობა, არამედ ის, რომ ის უსმენდა ღმერთს. ის, რომ ის ღვთის ერთგული იყო სმენაში და უყვარდა ღმერთი. აი აქედან გამომდინარე, ყოველთვის გააჩნია მიზეზს. რადგან თვით შობა არ არის აღნიშნული, არამედ არის მიზეზი აღნიშნული, თუ რატო შვა მან ღმერთი, რის გამო და რა იყო ამის მიზეზი. მოსმენა ღვთისა, რადგან სმენა ღვთისა ეს არის სულის ერთადერთი ნეტარი საკვები, რომელიც არასოდეს არ დაილევა. აი წინათ იყო რამოდენიმე დღის ფერისვალება და როდესაც მაცხოვრის ნათელი იხილა პეტრე, მთიდან არ უნდა და ჩამოსვლა, დაავიწყდა რომ ცოლი ყავდა, დაავიწყდა რომ შვილი ყავდა, დაავიწყდა რომ მოციქულად იყო არჩეული და უნდა ეხადაგა და ყველაფერი დაავიწყდა. იქ 12-დან სადღაც 9 მოციქული ქვემოთ რო ელოდნენ, ისიც დაავიწყდა, არავის არ ფიქრობდა. აი ეს არის ადამიანი, როცა დაინახავს იმ ნათელს, რომელიც არის
ღმერთში ის უკვე ფაქტიურად წვეთს მოძრაობას. მადლობა და მამაო კიდე ერთი ძალიან ისეთი პრობლემა მინდა წამოწიო რაღაცა ეროლიც არის და თან კიდე ალბათ სულიერება რო გაკლია, იმიტომ არის ჩვენთან ეს პრობლემა და თუ შეიძლება აი ჩვენთან ძალიან ბევრ სხვა ქვეყნებში არის ხოლმე რაღაცა ასაკს და გამოცდილებას ძალიან დიდ პატივს ცემენ ხოლმე რა და ჩვენთანაც ეკლესიაში არის ეს მომენტი და შემორჩა და მადლობა ღმერთს, მაგრამ შეათ ხდება ხოლმე რომ ოჯახებიდან გამომდინარე და ისეც შეათ მინახია ხოლმე რომ ადამიანი რაღაც ასაკში შევა და აი მარტობას ძირითადად კიდე რა იწევს რომ მომსმენი არ გრჩება რა და არ უსმენენ აი ასაკში ბაბუა ჩემია მოიცარა ერთი დაბერდა რაღაცა ეს მომენტები ხშირად არის ხო ბებია აუ მოიცარა აუ დედა ჩემია ეხა დაიწყებს და ეს მომენტები ყველას აქვს აი ეს მომენტი მამაო რატო ანუ მე თვითონ ადამიანს თვითონაც ანუ როგორც მე დავაშავებ სიტყვაზე რომ ბებია ჩემს არ უსმენ მე რო გავხდები ბაბუა ხო ღმერთმა ქნას მე რო გავხდები ბაბუა მეც არ მომისმეს ვიღაცა იმიტომ რომ ღმერთმა ამით შთამაგონოს რომ სიტყვაზე შენ როგორც აშავებდი ხო აი რას აშავებდი ხო ნახე და რო იმას ქნა და რატო ხდება ეს მამაო რომ ასაკოვან ადამიანებს ვისაც სხვა ქვეყნებში კი არ უსმენენ სხვებიც იყენებენ იმაში რომ მისი გამოცდილება გამოიყენონ და რაღაცა იმიტომ იცხოვრა ამდენ ხანს რომ რაღაცა გადმოქცეს ხო და ჩვენთან აღარ არის მამაო არც ეგ რიდი არც ეგ პატივისცემა თუნდაც არ მინდა იმდენად იმას შევეხო მაგრამ ძალიან ბევრი აი შეიძლება ასაკოვან სასულიერო პირს ასაკში შესულს რას გულისხმობ შეიძლება 40 წლის იყოს მაგრამ 20 წლის მღვდლობა კონდეს და არ მოусმინოს ვიღაცამ 3 წლის ნაკურთხმა სასულიერო პირმა ანუ არ არის ეს ის აი ძალიან ანუ იქაც რო შეაღწია წარმოიდგინეთ გარეთ ერში რა ხდება ხო ეს მომენტი მამო ძალიან გულსატკენი არის სადა აი თუ შეიძლება ხო თქვენც ალბათ გადაწყვეტილი ხართ ხო რამდენი ალბათ რემლით მოსულა რომ შვილი იქნება თუ შვილი აღარ უსმენს იმიტომ რომ მის აი რაღაცა გამოყენებადი აღარ არის უკვე ასაკში რო შედის ადამიანი და ძალიან მარტო მაგიტომაც რჩებიან ზოგს აი მაგიტომაც ურჩევნია მარტოობა და ზოგისთვის სასჯელიც მაგიტომ არის ხოლმე ხანდახან რა უნდა გააკეთონ მამო აი ამ ადამიანებმა და ჩვენ როგორ უნდა მოვიპყროთ მათ თუ შეიძლება და როგორ დავიჯებით თუ ამას ჩვენ არ გავითვალისწინებთ რა რაღაცა გულით მომიდა ეს კითხვა არ ვიცი ვის კითხვასო მაგრამ აი რაღაცა მომაცა ესეთი ერთმა მოხუცს უთქვამს რომ რა გაიგო ყოფილაო სიბერეო რამდენი რაღაცა ვიციო მაგრამ ცუდი ის გონიაო რომ არავინ არ მისმენსო და არავის არ ჭირდება არის ამაში რაღაც პრობლემაც არის ამაში ჩვენ მარტო ახალგაზრდობას ვერ დავადანაშაულებთ იქიდან გამომდინარე რომ ფაქტიურად ჩვენზე თუ ვისაუბრებთ ჩვენს პრობლემებზე თუ ვისაუბრებთ რა ჩვენს ეს გადახდა ფაქტიურად თაობების მოწყვეტა მოხდა ანუ მოწყდა ღმერთს თაობა და ძალიან ძიმე მდგომარეობაში იყო სიბერე მარტო არ ნიშნავს იმას რომ თუ ბებერია ანუ თუ მოხუცია შეიძლება მოусმინო რადგან ის რასაც ემსახურებოდა აღმოჩნდა ამაო ყველაზე ცუდი ეს არის, როცა სიბერეში აღმოაჩენ, რომ რასაც შენ ემსახურებოდი და რასაც შენ აშენებდი, თურმე არ ყოფილა და არც შენდებოდა. და არც მსახურების ღირსი ყოფილა. აქედან გამომდინარე, ხდება თაობათა მოწყვეტა ერთმანეთისგან. ამისი მთავრესი მიზეზი არის ის, რომ ის რაც რეალური და მარადიული არის, იმას იყო ეს წინა თაობა მოწყვეტილი. და ახალი თაობაც წყდება და ეს ახალი თაობა ზოგიერთი მათგანი სიბერეში მიხვდებიან რომ რასაც აკეთებდნენ და რაც ეგონათ რომ ღირებული იყო აღმოჩნდა თურმე უფასური სრულიად რადგან ადამიანს ყოველთვის უჭირს იმის გაუფასურება რაც მას ღირებული გონია და აქედან გამომდინარე ეს მძიმე სიბერეა ამიტომ ეს არ ხდება ეკლესიაში ეს არ ხდება ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მით უმეტეს იმიტომ რომ ჩვენ არათუ მართლმადიდებელ მოხუცს არამედ აც გარდაცვლილებს და რომელსაც წმინდანებს ოძახით იმათ ნაშრომებს კითხულობთ მე-3 მე-4 საუკუნეში ყოფილი მამების ნაშრომებს კითხულობთ გრიგოლი ღვთისმეტყველი იოანე ოქროპირი და ასე შემდეგ და დღესაც ეკლესიაში თუ ვინმე აი სტარეთს რო ეძახიან ეს ხომ მოხუცს ნიშნავს რუსულად სტარეთი ქართულად ბერი აი ეს ბერს ეძებენ ბერი რომელიც არის გამოცდილი თავისი ცხოვრებით თავისი მით მაგრამ არ არის ესეთი
ერთი იყო და ესიც პატრიარქია და არ არის ძველი ბერი, ძველი გამოცდილი ბერი და ესეთი ძალიან იშვიათობაა თორე რადგან ესეთი წყვეტა იყო აი ეს პრობლემა არის ამიტომ მარტო ახალგაზრდობას იმაში რომ არ უსმენენ მოხუცს ვერ დავადანაშაულებთ რადგან რომ მოусმინოს რას მიიღებს ამიტომაც არის სანამ ახალგაზრდა ხარ და სანამ მომკა შეგიძლია უნდა მოიმკო ის რაც მარადიულია რომ შენ განაცხოს მოუნდეს მისი მიღება თუ ეს მარტო ტექნიკის შესწავლას მოანდომებს აი ტექნიკა როგორ იცვლება შარშან წინ ვიღაცამ რაღაცა რო იცოდა დღეს უკვე ის საჭირო არ არის მაგრამ ქრისტე არ იცვლება და ქრისტიანობა არ იცვლება და ქრისტიანობა ეს ისეთი რაღაცაა რომ ადამიანი ყოველი ადამიანი იმკის იმას იმდენს რომ ის აუცილებლად დაჭირდება სხვას შეუძლებელია ადამიანმა სულიწმინდა მიიღოს და მან სხვას არ გაუზიაროს ეს რადგან ღმერთი არ არის ერთისთვის ღმერთი ყველასთვის არის და შეუძლებელია ადამიანს სულიწმინდა ყავდეს შეუძლებელია ადამიანს ღმერთს მიუახლოვდეს ქრისტეს მიუახლოვდეს და მასთან მიახლება ადამიანებს არ უნდადეს ესეც შეუძლებელია ამიტომ ახალმა თაობას უნდა იფიქროს იმაზე რომ უფრო მარადიულს და უფრო იმას რასაც ნამდვილი ფასი აქვს იმას უნდა დაეწაფოს რომ ისე არ დარჩნენ როგორც ზოგიერთი ხწოვანი ადამიანები რომელთაგანაც უკვე თვითონ არაფერი არ ჭირდებათ ამიტომაც ეს პრობლემა არის მაგრამ ამაში ორივე შეიძლება იყოს დამნაშავე დიახ ძალიან დიდი უფრო ძველი თაობა დიახ დიდი თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ პატივი არ ვცეთ პატივი უნდა ვცეთ ყველას უბრალოდ მე მოსმენაზე ვამბობ და არა იმაზე რომ პატივი არ უნდა ვცეთ ეხ არის მამო აქ დროის ფაქტორი რომ უბრალოდ ისა რა ქვია თვითონ ანუ სისტემა და ცხოვრება და წლები ისე შეიცვალა რომ აი შეიძლება ეს ახალგაზრდა უბრალოდ იმის არ მოსმენაში და მარტოობაში უფრო მეც პოულობს ვიდრე მას რო უსმინოს სიტყვაზე იმიტომ რაღაცა თაობები სხვადასხვა დროს ცხოვრობენ და სხვადასხვა გამოცდილება აქვს და თქვენ ამასთანავე თქვით რომ სიტყვაზე ჩვენ უსმენთ იმ ძველ თაობას ეკლესიაში ხო თქვენ ხო უსმენთ მაგრამ თანამედროვე ეს ბავშვები ხო სიტყვაზე არ უსმენენ იმ ძველ თაობას ვინც არის მისთვის ძველი ხო თქვენ ხო მამებს უსმენთ მაგრამ მათთვის ბაბუები არიან ხო ძველი სიტყვაზე არ არიან ხო ეკლესიაში და აი იმ შემთხვევაში მამაო აი საერთოდ ადამიანები თავისუფლები არ არიან ყოველი ადამიანი ირჩევს ბატონს იმისთვის რომ მეორე სხვა ბატონისგან დაიცვას ანუ ადამიანი როდესაც ვიღაცას უსმენს ეს იმიტომ უსმენს რომ გონია ის დაიცავს და ამიტომ გაჩნია ვის აირჩევ ბატონად ყველა ადამიანს სჭირდება ბატონი ყველა ადამიანი მიილტვის ბატონისგან შეიძლება მას ბატონი არ უწოდოს მაგრამ ბატონია ის რადგან ერთის მონობას გაურბის და ამის გამო ემონება მეორეს ესეთი ძველი იგავი არის პლატონის იგავი რომ აკლემი ძოვდა უბრალოდ ცხენი ძოვდა და აკლემი მოვიდა და შეავიწროვა ცხენი და ცხენი გაიქცა ადამიანთან და დამეხმარეო და ადამიანმა უთხრა რომ ლაგამი უნდა მოგზო ისე ვერ დაგეხმარებიო კარგიო უთხრა მე უნაგირი უნდა დაგდგაო და შეგაზმა ეს ცხენი და შედ უნდა დაგაჯდეო და კაი დამაჯექიო და დააჯდა ეს ადამიანი ცხენს გააგდეს აკლემი მაგრამ ადამიანი შერჩა ცხენს და დღესაც ლაგამი არის ამოზდებული ის რაღაცის ვიღაცისგან გაქცევით ვიღაცის დამონება ესეც პრობლემაა იმიტომ რომ ის დღეს ბატონობს მაგრამ არის მარადისობის ბატონი ვისთანაც შენ მირბი ხარ ამიტომ ყველაზე უკეთესი არის დაემორჩილო იმას ვინც მარადისობის ბატონია დაემონო იმას ვინც თავისუფალია ანუ ეს არის ღმერთი რათა განთავისუფლდე როცა ჩვენ თვითონ შეპყრობილს ანუ საკუთარი სურვილები და მიწიერი სურვილები და ახსავსე ადამიანებს ვემორჩილებით და ამ ქვეყნიურ ბატონებს ვემორჩილებით ჩვენც იგივე გვემართება ჩვენც იგივე თივივსებით და ჩვენც იგივე მონახვდებით ჩვენი სურვილების და მიწიერი წყურვილების და როდესაც თუ გინდა თავისუფლება უნდა დაემორჩილო იმას ვინც თავისუფალია და თავისუფალი არის მხოლოდ იესო ქრისტე და ამიტომ მაცხოვრის დამორჩილება და თავისუფალი ღმერთის დამორჩილება თავისუფლებს მხოლოდ ადამიანს. ის უნდა იყოს მხოლოდ შენი ბატონი და სხვა დანარჩენი დროებითი. აი ამას თუ მიაღწევს ადამიანი და ახალგაზრდა თუ მიხვდება იმას, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს უნდა ემონებოდეს და ემორჩილებოდეს, აი მაშინ იქნება თავისუფალი, რადგან ღმერთს მონები არ ყავს. თავისუფალს მონები არ ყავს, თავისუფლებს მხოლოდ თავისუფლები ყავს და ღმერთს ღმერთები ყავს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო და
ბევრი ადამიანი გვიყურებს და ეხლა მინდა რომ აი ეს რაღაცა ისეთი რაღაცა მივაწოდოთ ისეთი რითაც გააგზელებენ თავის მომავალ ცხოვრებას და რომ აი რა თვისებები და რა უნდა ქნან რომ არ და ის არ ქვია რომ არ იყვნენ მარტო მამო აი რაღაცა თუ არის რომ აი სიტყვაზე მოსულა თქვენთან ადამიანი მიტოვებული მარტო ხელა ადამიანი ან უცხოეთში მყოფი ვიღაცა ან პატიმრობასაში ნამყოფი სიტყვაზე და უთქვამს რომ აი როგორ ვიგზნო იქ სადაც ვარ მე ეხლა ფიზიკურად მარტო ისე რომ არ გავგიჟდიან რაღაცა სასუწაკვეთას არ მივეციან სუიციდის მდგომარეობაში არ ჩავარდე და თავი არ მოვიკლა. აი ეს მომენტი მამო რა უნდა გააკეთონ, რამე იარაღები თუ არსებობს, ისე თქვენ როგორც მოძღვარმა და ბერმა თუ შეიძლება რომ ურჩიოთ მამაო და აი როგორ უნდა გასტანონ, იმიტომ რომ მაინც ფაქტიურად ყველა მარტო ვართ რა ადამიანები ხა რა ვიცი. ერთ ესეთ ბრძენი ადამიანის ნათქვამს გამოვიყენებ გონების უტიფრობაო ადამიანს ავამტყოფობასავით ტანჯავსო. ანუ გონების უტიფრობა, კადნიერება და ასე შემდეგ ეს არის ავამტყოფობა ადამიანის სულის და ადამიანს ტანჯავს. აქედან გამომდინარე ყოველი ადამიანი უნდა ეცადოს რომ გონებით განთავისუფლდეს. გონება ჰქონდეს თავისუფალი და აქედან თუ დავასკვნით ზუსტად ის მაცხოვრის სიტყვები რომელიც ამბობს რომ ვინც მე მომყვება ის ბნელში არ იქნება აი ნიშნავს იმას რომ მას გაუნათდება გონება და ის დაინახავს მარტოობაში სიდიადეს ის დაინახავს მარტოობაში სიდიადეს და პირიქით მას შეუყვარდება მარტოობა იმისთვის რომ ის მარტოობაში მარტო არ იქნება და მასთან იქნება ღმერთი ანუ გონებრივი ცდომილება არის ყველაზე მძიმე ავამტყოფობა კაცობრიობის ისტორიაში და ყველაზე მძიმე და მტანჯველი ავამტყოფობა. ამიტომ ყველამ უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, თუ საითკენ მიდის მისი გონება, რა სურს მის გონებას და რამდენად სურს ის, რაც არის მარადიული და რამდენად სურს ის, რაც წარმავალია. აქედან გამომდინარე, თუ იმჯელებთ, მარტოობა არ არსებობს, ცუდი გაგებით. მარტოობა არსებობს, კარგი გაგებით, როცა ადამიანი ღმერთთან არის. დიახ. და მამო თუ შეიძლება ბევრი ადამიანი საქართველოს გამიგია კიდევაც ხოლმე აგროვებს ხოლმე რაღაც მატერიალს რაღაცა რომ სიბერეში მარტო არ დარჩეს და აი ვიღაცა მომივლისო ამბობს ზოგი ამას დაუტოვებ მე ბინასის რაღაცა იმის სასახლის ამწევი მეყოლება რაღაცა დამარხველი მეყოლება ზოგი ამა და აი ამ ადამიანებს ეხა ამის გამო რომ ვიღაცა მივახო მაინც რაღაცნაირად ის არის რა ქვია მატერიალური სარგებელის გამომედის და ამ ადამიანთან არ მიდის ხო და აი ეს როგორ უნდა გამოასწოროს მამო ადამიანმა იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანი ვისაც არ აქვს ნანობს და უნდა რომ რაღაცა კონდეს რომ მე სიბერეში მარტო არ დარჩეს და მარტო არ განვლოს თელი ცხოვრება ის არ ქვია არ დაასრულოს სიცოცხლა რაღაცნაირად ადამიანთან თავს იტყუებს იმიტომ ვიღაცას უნდა რომ მიეწეპოს თუნდაც რამის გამო რომ წატყუებდნენ ხო მაინც უნდა რომ რაღაცა და აი ეს მომენტი მამო აი ამას როგორ ახსნი და თუ არის ის მომენტი რომ სიტყვაზე არ დააგროვებს ამას, მაგრამ შეიძლება არ იყოს მარტო, მე რა ვიცი, მარტოობაზე რაღაც თემა არის. რა თქმა უნდა, ყოველი ადამიანი სუსტია სიბერეში, მით უმეტეს ადამიანის ძალების სუსტდება, აქედანაც დებისყოფას სუსტდება და ადამიანს იპყრობს შიში. მაგრამ ყოველი ადამიანი, რომელიც ღმერთთან იქნება, საკუთარი ძალის მოკლებით, მასთან ღმერთი შემოდის. დაუთმე უფალსა და განძლიერდი. ამიტომ ყოველი სიბერეში, მით უმეტეს, ვინც სიბერეშია და ვინც იქითკენ მიდის რომ მიწას უახლოვდება მიწა ხარ და მიწა დიქეციო ეს არის ის განჩინება რომელიც ღმერთმა განაჩინა კაცობრიობის მიმართებაში ესეთი ადამიანი უფრო უნდა დაფიქრდეს რომ არ დარჩეს უღმერთოდ და რა თქმა უნდა თუ ის ღმერთთან იქნება იშოვის მომლესაც და იშოვის ყველა ისეთ ადამიანს რომელსაც ის შეუყვარდება პირიქით დიახ, იმიტომ რომ გული მწყდება, მაგრამ ხშირად ამბობენ ხოლმე რომ მე ისე ვისაც უნდივარ. ქრისტიანობაში არის ძალიან ესეთი თითქოს და უმნიშვნელო ტრადიცია, თითქოს და მეც კი მიფიქრი ეს რა შეასაჭირო თქვა, მაგრამ როცა დავფიქრდი, ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია არის, როცა მოსახსენიებლებს რომ აგზავნიან. რადგან ყოველი ადამიანი ცდილობს რომ ახსოვდეს ეს ადამიანი. აი მოსახსენებელი როცა ბარძიმით გამოდის ხდელი ამბიონზე ესეთ რაღაცას ამბობს უფალმა მოიხსენოს სასופეულსათვისა ავაზაკმა უთხრა გამიხსენე უფალო ანუ გახსენება ადამიანის არის ძალიან
ძალიან მნიშვნელოვანი რომ გაახსენდე მას ღმერთს ეუბნება გამიხსენეო მე გაგახსენდეო როცა მოხვალო რომ გამიხსენეო მეცო ანუ რომ გახსოვდეს ის და ეს მოსახსენიებელი არის იმდენად საინტერესო რომ აი რამდენი ადამიანი ახსოვს მას და ლოცულობს რომ კარგად იყოს მაგრამ აი მეორე არის მრევლმაც უნდა მოინდომოს თუმცა ეს ადამიანი გახსოვს მარტო ხსოვნით არ უნდა შემოიფარგლო რაღაცნაირად უნდა მოიკითხო უნდა მიხვიდე ან უნდა დაურეკო ან უნდა ადამიანი რომელიც მithumetes მარტოობას განიცდის ეკლესიის წევრმა ხშირად უნდა მოინახულოს და რაღაც ყურადღება უნდა მიაქციოს ეს არის ჩვენი მოვალეობაც ყველა მორწმუნის მიმართებაში ძალიან დიდი მადლობა მამაო და არის ხოლმე ხშირად წეგნაც ვამბობდი რომ აი ამბობენ ხოლმე ადამიანები რომ აბა მე რას ვისრათ უნდივარ ისე და რაღაცა და აი რაღაცა ბოროტი გაჯერებს ანუ ის არა აქვს შეგნებული ადამიანს რომ 1000 უხარისხო მეგობარს და მომკითხველს ჯობია რომ ერთი და ნამდვილი ყავდეს ხო მომკითხველი და ისეც რომ დაუკვირდები მამაო მართლაც ეგრე არის რაც მე ბევრ ცუდს გადენინებს იმიტომ რომ თუ რაღაცა არ იქნები რაღაცა ისეთი მყარი, შეძლებული, ძლიერი, ხო? მართლა არავის არ უნდა ისეთი ადამიანი სამწუხაროდ ადამიანებს, რა დღეს, რა ვიცი, ესე ხდება ხოლმე და ამის გამო მე რაღაც ხდები დამნაშავე, რომ რაღაც ეს ყველაფერი მოიპოვო, იმიტომ რომ შენი დანაშაული ციფარება მე კარგიც ხარ, ყველაფერიც ხარ, ყველასაც უნდი ხარ. შეიძლება თავის მოტყუებაც იყოს, მაგრამ ხდება ხოლმე ესე და აი მამაო თუ კიდე რამეს დაამატებით ამასთან დაკავშირებით მე ხა მეტი აი კითხვაც აღარა მაქვს ისე ამოწურავად ვისაუბრეთ მამაო ქრისტიანები მაგალითს რა თქმა უნდა პირველ რიგში ქრისტესგან ღვებულობდა მე სხვა დანარჩენი ქრისტიანებისგან რომლებიც ჭეშმარიტად მიყვებოდნენ მას და ვინც ქრისტიანია ეს მარტო არ დარჩება. აი თვითონ მარტო დარჩენილი მაცხოვარიც კი ყველა ნატრობდა მას იქ ვერავინ ვერ მიდიოდა და ვინც მივიდა გვერდით იდგა ხო იოანე და ღვთისმშობელი, მაგრამ მოციქულები იჯდნენ და მაცხოვარზე ფიქრობდნენ. იჯდნენ ოთახში ჩაკეტილი შეშინებული მაცხოვარზე ფიქრობდნენ იქ მოციქულები ზოგი გზად რომ მიდიოდა მაცხოვარზე საუბრობდნენ და ასე შემდეგ ან მოწამეები რომლებსაც აწამებდნენ რომ ვერ უშველოდნენ ქრისტიანები რომ არ ეწამებინათ და რაღაცა მაგრამ მის სხეულს არ ტოვებდნენ მიქონდათ მე ასაფლავებდნენ მე ინაწილებდნენ კიდეც და წმინდა ნაწილები არის ანუ მის ძვალსაც კი არ ტოვებდნენ ანუ შეუძლებელია ქრისტიანმა დატოვოს ამიტომ ყველას მოუწოდებ რომ იყოს ეკლესიის წევრი რომ ეკლესიამ შეძლოს მასზე ზრუნა ეს იმიტომ კი არ ვამბობ რომ ეკლესიის წევრი თუ არ არის ეკლესია არ იზრუნებს და ვერ იზრუნებს იქნება არც უნდა იმას ეკლესიის დახმარება და ეკლესიის შეწევნა და ამიტომ ყველა ვინც ეკლესიის წევრი იქნება ხო ის არის მრევლი ზუსტად მაგას ნიშნავს რომ ის არის ერთი გუნდი და ის მარტო არ დარჩება ვინც მრევლის გუნდია ვინც ერთი გუნდია და აქედან გამომდინარე ყოველი ადამიანი რომელიც ღვთის გარეშე დარჩა და ეკლესიის გარეშე დარჩა, ეს ფიქრობ თვითონ არის დამნაშავე. ძალიან შეეწიოს მაგას მე კი არ განვიკითხავ, მაგრამ კარგი იქნება საკუთარ თავსაც რომ დააბრალოს ცოტა. გაიხარეთ მამაო, სამწუხაროდ დრო ამოიწურა და კიდევ ვისაუბრებით ძალიან ბევრს, მაგრამ დრო არ გვეყო და შემდეგში აუცილებლად ვისაუბროთ კიდე ძალიან თუ გვეწოით ძალიან კარგი. გაახაროს ღმერთმა და გაახაროს ჩვენი მსმენელი ღმერთი შეეწიოს ყველას. ყველა მარტომყოფ შეეწიოს ღმერთი და ყველასთან მივიდეს ღმერთი და ყველა ანუგეშოს ღმერთმა. ესეთი სიტყვები აქვს გრიგოლ ღვთისმეტყველს მარტომყოფო უფალო შემეწიე მე მარტომყოფსაო. აი ეგრე ილოცეთ ვინც მარტო გზნობ თავს მარტომყოფო უფალო შემეწიე მე მარტომყოფსა და ღმერთი შეგეწევათ. ძალიან დიდი მადლობა მამაო ეს ლამაზი დასასრულისათვის. მე გემშვიდობებით სამშაბათს დაგემუნდებით საღამოს 9-ის ნახევარზე. აუცილებლად კიდე შუალედში შეიძლება გავაკეთოთ მარიამობასთან დაკავშირებით გადაცემა და აუცილებლად თუ იქნება დავაანონსებთ. ხოლო აი ეს გვერდი შეგიძლიათ მოიწონოთ, მე მაქვს Facebook გვერდი, სადაც ეს გადაცემები იდება და აუცილებლად შეგიძლიათ იქ მოგწევთ რაღაც თქვენი პირადი მოსაზრებები და გავითვალისწინებთ. და გემშვიდობებით სამშაბათს დაგემუნდებით საღამოს 9-ის ნახევარზე. მამა დოროთე გახდათ ჩემი სტუმარი არქიმედე ქვემო ბეთლემში მსახურობს, შემდეგ წერთ ხოლმე და მაგიტომ გეტყვით და მე გახდით გიორგი დარასელია დროებით კარგად